მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და მინდა მოგახსენოთ, რომ არც ისე კარგი მდგომარეობა მაქვს ახლა. პირველ რიგში სიცხე მაქვს 38, მაგიტომ ხედავთ ქუდით, მე მგონი პირველად ცხოვრებაში. კეპი რო არ ჩავთვალოთ, კეპი მაინც სხვა რაღაცაა. და ხუდიც. ასეთი ხუდით პირველად ხედავთ ვიდეოში და სიცხე მაქვს, დღეს მთელი ვიდეო ასე იქნება. ეგ ერთი, მეორე ისაა, რომ შუქი არ მაქვს სახში და ახლა ვარ მობილურის ინტერნეტზე. ტელეფონი 30%-ზე მაქვს, კომპიუტერი 42-ზე. ნახოთ რომელი უფრო დამიჯდება, ალბათ ტელეფონი, იმიტომ რომ 30%-ზე მაქვს ერთი და მეორე ის, რომ კომპიუტერში ტელეფონიდან ვაზიარებ ინტერნეტს. რის გამოც შეიძლება ვიდეო ცოტა გაჭედოს. ამიტომ ნახოთ, შეიძლება იმდენად არ გაჭედოს, რომ თავიდან გადაღება მოგიწიოს, ანუ თავიდან ჩაწერა რა, ეკრანის კადრები და კლიპის, ხო. ასე რომ ხო. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, დღეს უნდა ვნახოთ LEGO Ninjago's მე-15 წლის თავის ვიდეო და სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი აქამდე როგორ დარეაქტებული ვიდეო კიდე კარგი არ აქვს ახლა Ninjago's ისეთი თვითონ სერიალის გარდა და სარეაქტებელი რამე, რომელიც უფრო გვენდა ნახი მაქვს სერიალი და აზრი არ აქვს ახალი სერიების დარეაქტებას. მიკვირს როგორ არ მქონდა აქამდე ნახსენები ეს სერიალი. იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციური სერიალი, საყვარელი მულტსერიალი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციური ხლა არის ანიმეები, ბევრი რომელიც Ninjago's-ზე მეტად მომწონს, მაგრამ მულტფილმის სერიალებიდან ჯერჯერობით Ninjago ერთ-ერთი საუკეთესოა და პატარაობაში რამდენი 5 წლის ვიყავი ყურება რო დავიწყე Ninjago's-ი, პირველი სეზონი იყო მაშინ ახალი გამოსული და მეთქი რა კაია და ნელა გავაგრძელე, მე მე-11-ზე მე-11-მდე რომ მივედი, ცოტა არ მომეწონა სავით, დავალებ 1-3-4 წლით თავი, ბოლოს გავიგე რომ კარგი სერიები გამოდიოდა და რაც არ მქონდა ნანახი ისიც ვნახე, ახლა YouTube-ზე რომ დავიწყე, იმის მერე დავუბრუნდი კიდე და Dragon's Rising ვნახე ცალკე. აღარ დამირეაქტებია, იმიტომ რომ ფიქრობდი რომ აზრი არ ქონდა და რაღაც მხრივ მართლა არ ქონდა. ამიტომ ხო. დღეს უნდა ნახოთ წლის თავისკენ და არ ვიცი, The Weekend ინტრო სიმღერა არის კლიპი. ინტრო სიმღერა ადევს კლიპს მაგის ხომ და Weekend ძალიან მაგარი ოპენინგია, ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ვუსმენ ხოლმე საკმაოდ ხშირად და რაც თავია ნოსტალგია არის. ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ 5 წლიდან უყურებ ამ სერიალს. კი, პატარაობაში უფრო, როგორ მე მგონი ყველა ანიმაციაზე ასე ვიყავი, პატარაობაში სხვანაირად აღვიქვამდი, ახლა სხვანაირად, იმიტომ რომ მაინც ძმები თავის ეშვება მარტივად რო ვთქვათ. დავიწყოთ ესე იგი. მე მაგალითად ძალიან მომწონს ახლა ეს სერიალი და ვინც ფიქრობთ რომ ეს საბავშვოა, მხოლოდ 6 წლამდე, 7 წლამდე ბავშვებისთვის არის, მომწერეთ პირადში და რამდენიმე ფოტოთი ან ვიდეოთი დაგემტკიცებთ რომ ეს ასე არა. დავიწყოთ. Ninjago. 15 წლის თავის კლიპი. The Weekend Whip. 3-2-1 დავიწყეთ. ახალი იმითი სტილი სხვათა შორის. თვითონ პერსონაჟები განხოვადებლები მღერიან? აი, J.E. Mia. მაგარია. ეს ბოროს დრაკონია? არა. ზენი რობოტებთან და პიქსელებთან. მინი პიქსელი რა თქმა უნდა. გოუთი. ლოიდი. რა თქმა უნდა, ფოული. და ეს
ფონია შეწყვის ისინი არის, ხო? შეწყვის მომენტი. აუ ჯეი, ძველი ჯეი. Dragon's Rising-ში სუსხანაერი არის და მაგიტომ მიგურს ახლა ასეც უნდა მეხსიერება რომ დაკარგა მაგიტომ. აბარა, აუ ძალიან მაგარია. ასევე საინტერესოა რომ კაი, ჯეი, ზენი და ნია არიან ერთად. აბარა, როგორც ყოველთვის ოთხნი არიან კაი, ჯეი, ზენი და კოული. აი ხედავთ ეს ოთხი ერთადაა. აბარა. უსპინჯიც პირველად ხედავთ ამ ფორმაში. Skyward ნახეთ. Skyward ჯერ არ გვინახავს ამ იმაში. Dragon's Rising-ის სტილით. პიქსელი ნახე მყავს. Skyward-ის ნახვა მიხარია. ბადლობა რომ დაადასტურეთ რომ ცოცხალია. იმედია დაადასტურეთ რომ ცოცხალია, იმიტომ რომ ტურნირში რო არ გამოჩნდა, კინაღა გულის შეტევა დამებართა მეთქი კაცის მილმახოებო კალით. საინტერესო არჩევანი ბოროტყოფელებისთვის ასფირა და ბაიტორი. ბაიტორი გასაგებია ახლა. კაიხანი პირველი სეზონიდან მოყოლებული, ხო, ისე პირველ სეზონშიც იყო როგორც ანტაგონისტი და მე-16-შიც, ამიტომ მე-15-შიც უბრალოდ. ამიტომ ხო, რატომაც არა. ასფირა, მე-11 სეზონში იყო და მე მე-15-შიც გამოჩნდა, მაგრამ გარბატონიც გვინდა თუ შეიძლება. დარეთი პირველ რიგში, რომელიც უკვე ნახე ქონა Dragon's Rising-ის მესამე სეზონში და უფრო მეტი ეკრანის დრო დავუთმეთ თუ შეიძლება მომდევნო სერიებში. Postalionი, რომელსაც ვაფშე არ ველოდებოდი აქ, მაგრამ კაი, და ნელსონი. კაი. და კიდე, ძალიან შემამჩნიე მისაკო და გარმადონი. ძალიან მიხარია ორივეს. სკაილერი, მისაკო და გარმადონი დააბრუნეთ თუ შეიძლება. ნელსონის რატომაც არა, Postalionიც. და ნელსონთან ერთად ანტონიაც. მიგურს ისე ნელსონ რო გამოჩნდა ანტონია არა. გარმადონი ბოროტია ამ კლიპში. როგორც ძველ დროს. ეს ახაბელს ულტრა დრაგონი იყო. ლოით. როგორ თავდა ფაიტორს დაჭერილი. ეს მუდასპირა ცეკვავდია თუ როგორ შეიძლება. ისე Postalionი. ახალი პერსონაჟები ძალიან მიხარია რომ დაამატეს ერინი, სორა, ვალდფაერი და რა თქმა უნდა რაიმ. ნახეთ რა. ყველაზე წინ მე ჩვენი ექვსეული, გარმადონი, მისაკო, პიქსელი, დარეთი, სკაილორი. და ეს კატაბი ერთ შემიჩნევია. კატაბიც კი დააბრუნეს წარმოედგინეთ. ნელსონი, რომლის დანახვაც ძალიან გამიხარდა სხვათა შორის. საკმაოდ საინტერესო არჩევანია ნელსონი და Postalionი ამ კლიპისთვის. ასფირა, რომელიც ყველაზე უცნაური არჩევანია, მე თუ გითხავთ.
მაგრამ შეიძლება ასპირას ხო განხმოვანებელი, ანუ ასპირას განხმოვანებელი ხო გარდაიცვალა და შეიძლება მაგიტომ პატივი რომ მიაგონ, მაგიტომ ჩართეს ასპირას, კაი? და ბაიდორი, როგორც ყოველთვის იმალება, სადაც ჩანს. ეს იყო. კაი. ესე იგი ეს იყო Ninjago's მე-15 წლის თავის კლიპი The Weekend Whip, რომელიც შესრულებული იყო ჩვენი მთავარი გმირების განხმოვანებლების მიერ. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემთვის ნოსტალგიის ბომბი. სერიოზულად, ანუ თან რა კარგად აჩვენეს ყველაფერი. ნინძებიც თვითონ, ანუ თითქოს და ჩვეულებრივი კლიპი ისეთი არაფერი, მაგრამ აი ძველი პერსონაჟებიც რო გამოჩნდნენ, მე უფრო და უფრო უკეთესი და უკეთესი გახდა და ზოგადად ესეთი მომენტები მომწონს რა ნინძების. ანუ ზოგადად რა ქვია, ადრე პირველ 15 სეზონში ძირითადად ასეთი ვაიბი ქონდათ ნინძებს, რომ ერთად ერთობოდნენ, ლაობდნენ, რაღაცას სახალისოს აკეთებდნენ, ბრძოლაშიც ერთად იღებდნენ მონაწილეობას. Dragon's Rising-ში სამწუხაროდ ეს ვაიბი დაიკარგა სავით, იმიტომ რომ Cole ძალიან ჩამოცილდა ჩვენს გუნდს, Wu ვაფშე მკვდარია თუ ცოცხალი ვერ გაგვირკვევია, Jace მეხსიერება დაკარგული აქვს, ამიტომ ხო. და ეს ახალი პერსონაჟებიც, მე ახალი პერსონაჟები მომწონს. არ ვიცი რატო აჰეიტებენ ასე ძალიან. Erin, Sora, Wildfire, ყველა. ფრაკი თუნდაც, თუ ფრეკი. რავი. იმედია, რაც თქვი წერან, Jay დაიბრუნებს მეხსიერებას, Misako და Garmadon დაბრუნდებიან, Wu დაბრუნდება, როგორც Wu და როგორც სული. და რა ვიცი, გარეთ უფრო მეტ დროს დავთვალოთ, Skylor-ი დაბრუნდება. ნუ ხო რა, ძველი Ninjago's ვაიბი მინდა. ნუ Dragon's Rising-ი ძალიან მაგარია როგორც სერიალი, მაგრამ ვაიბი აქვს განსხვავებული და თუ შეიძლება ცოტა ერთხელ მოგვეცით კიდე ნოსტალგიის საშუალება, ნოსტალგიის გრძნობის საშუალება. და თან ხო, ეს ანტაგონისტებზე Baidori და Aspira გამოჩნდა Garmadon-ი, რომელიც ბოროტი უკვე აღარ არის, მაგრამ აქ ბოროტმოქმედებს მიაკუთვნეს ასე რომ ორა Aspira-ზეც მივხვდი რატომაც გააკეთეს ეს და რაც ძალიან მაგარია და Baidori ხო ერთ-ერთი საუკეთესო ანტაგონისტია. Aspira ესე რა, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც წეგან თქვი, კარგი არჩევანი იყო. აქ დასამატებლად. კარგად უწვალიათ, უშრომიათ და ის ფონი მომეწონა კიდე შერწყმის მომენტი რო იყო. ეს ანუ შერწყმის დროს ხდებოდა ეს ამბავი თვითონ და მაგრამ არა ეხლა ეს როგორ მოხდებოდა შერწყმის დროს. პროსტა რა მომენტი ქონდათ ნაჩვენები ეს კლიპში იგულისხმე. ძალიან კარგია. დაგემშვიდობებით ახლა შეიძლება კიდე ერთი პატარა ვიდეოს ჩაწერა მოვასწრო, სანამ ტელეფონი მომიკვდება. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხილაკი. მადლობა ყველას. ნახავთ შემდეგ ვიდეოში, კარგად ბრძანდებოდეთ.